გამარჯობა მეგობრებო, მოკლედ დღეს არის 24 ივლისი, პარასკევი, 24, 25 და 26 ივლისს ანაკლიაში იმართება სამერფესტი მოტოციკლეტებისთვის, ბაიკ ფესტივალია, მეც რა თქმა უნდა მიდوار. მაინტერესებს რა იქნება და როგორ იქნება. ერთად წავიდეთ ნახოთ რა სიტუაცია დაგხვდება, ჩემი აზრით ძალიან კარგი სიტუაცია იქნება, სხვა თუ არაფერი მეგობრებს მაინც ვნახავთ. მაგრამ მე როგორც ვიცი ორგანიზატორებმა ბევრი იშრომეს და ბევრი იწვალეს იმისთვის ეს ფესტივალი ძალიან კარგი გამოსულიყო და მაგ ყველაფერს ვნახავთ, თან გადავიღებთ. ასევე შეგახსენებთ რომ ჩემი სპონსორი არის Cargo Polo. Cargo Polo არის კომპანია, რომელიც ეხმარება დილერებს სხვადასხვა ქვეყნებიდან ავტომობილების ტრანსპორტირებაში. ასე რომ ვინც დაინტერესდებით, ან დაინტერესებული ხართ ამ სფეროთი, შეგიძლიათ შეეხმიანოთ. აქ Cargo Polo-ს Facebook გვერდი. ჩვენი დღევანდელი მოგზაურობის და არხის სპონსორი ასევე არის პორტალი. პორტალთან ერთად უკვე დიდი ხანია მოგზაურობთ. ძალიან ბევრი მაქვს გავლილი, სხვათა შორის შემიძლია თქვა, რომ ამ მანქანას გავლილი მაქვს, რაც ჩამოვიდა 10.000 ხო, 50 ქონდა და 60.297 კილომეტრი მაქვს გავლილი პორტალის საწვავზე. არა მარტო მანქანა, ასევე სკუტერი, წყლის სკუტერი, მოტო, კვადრო, ბაგი, ყველაფერი პორტალზე მყავს. ეხლა სხვათა შორის ამ გახსენებაზე ნახევარი აუზით ვარ და მივიდეთ შევავსოთ საწვავი ბარემ. ხაშურის პორტალში გავიაროთ, რო ჩავალთ ადგილზე გადავიღებთ. დღეს პარასკევია, პირველი დღეს მე გამოვაკლდი, იმიტომ რომ სამსახურის გამო ცოტა გვიან მომიწია გამოსვლა. მე ქალაქის გასასვლელში რა თქმა უნდა საცობი იყო და საბოლოო ჯამში ეხლა კი ვართ ხაშურთან არ მისული, მაგრამ დაგვაგვიანდება. არც ეგ არის პრობლემა, ბიჭები ქარიან, მithkas რომ კარგი სიტუაციაა. ცოტა გვიან ჩავალ. იქიდან გამომდინარე რომ ვიფიქრე რომ იქ მოტოციკლეტი არ გამომადგებოდა ანაკლიაში, იმიტომ რომ მაინც მანქანით წავედი. მოტოციკლეტით წაყვანას აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ იქ რაიდი არ იქნება, როგორც ვიცი, არსად არ წავალთ, არც არ გავისერნებთ და ამიტომ წავიყვანე წყლის სკუტერი. მე და ედიკამ გადავწყვეტეთ და ორივეს წყლის სკუტერად მივყავს. ედიკა უკვე იქ არის, ლაშაც იქ არის. ჩამასწრეს. ისინი უფრო ახლოს იყვნენ და ჩავიდნენ უკვე და ეხლა მეც წყლის სკუტერით ალბათ წყლის სკუტერით რო გავერთოვით ანაკლიაში ვიდრე ეხლა მოტოციკლით, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ეხლა მოტოციკლით წავიყვანო, მისაბმელით უნდა ჩავიტანო, დავდო და ორი დღის მერე უნდა ავიღო და წამოვიღო, ასე რომ ჯობია წყლის სკუტერით გავერთოთ. დანარჩენს რო ჩავალთ იქიდან განახეთ. ძალიან ლამაზი მზის ჩასვლაა. ხაშურში გადმოვხვიეთ, ხაშურის კენი პროცესორად. რუკა როგორც მაჩვენებს, 4 წუთით დავიგრძელებთ გზას. ჩავპორტალდებით ეგრევე. სხვათა შორის მე ყავას არ დავსვავ. უბრალოდ ცივი ყავა მომინდა რაღაცნაირად და გორის ვენდიში ერთი კარგი ბიჭი დამხვდა და მე გიყურებ შენო და მაგან გამიკეთა ყავა და სხვათა შორის მართლა ძალიან გემრიელი და ძალიან დიდი მადლობა. წავით. სავსე ვართ ყველგან. ჩავედით. მოკლედ სიტუაცია ჯერჯერობით კარგია, რაც ვნახე, 12 საათი ხდება. აქვე შეგიძლიათ შეისწავლოთ მოტოციკლეტის მართვა. ნახე როგორი სასწავლო ადგილია. უცბად ღამის სკოლა, ეგრევე ანაკლიაში. დანარჩენი რაღაც სივრცეებია, ოღონდ მაგას ყველაფერს ხვალ ვნახავ და დეტალურად გადავიღოთ, მაგრამ ერთი კარგი ყოველთვის ესეთ ფესტივალებში და მსგავს თავყრილობებში ამომწონს, იცი, აი, ცხვრები და მგლები რო ერთად ძოვენ ბალახს, აი, მაგალითად აქ არიან ცხვრები, იქით მგლები. ესე მიყვება, ყველანაირი ტრანსპორტი, ორთვლიანი ტრანსპორტი, ესეთი მაგალითად. აი, ესეთი მაგალითად. ნებისმიერი ორთვლიანი ტრანსპორტი, რო წარმოდგენილია სახეზე. აქეთ ცხვრები, აქეთ მგლები. დანარჩენი ხვალ დღის-შუქზე გადავიღოთ, ვნახოთ რა სივრცეები იქნება. ერთი რაც არის რომ ბილეთი ისა არ მეტევა ხელზე რომ გავიკეთო და არ გამაგდო ნაკედან და მაგას ხვალ მოვაგვარებთ. დანარჩენი დღის შუქზე გადავიღოთ რა, ვნახოთ როგორი ამინდი იქნება, ამინდი ჩემი აზრით კარგი იქნება. იქით არის სცენა. სხვადასხვა სივრცეებია აქ რა.
ოღონდ ამ სივრცეს ჯერჯერობით ვერ გვგებულობ სად რა არის. ამიტომ რო გათენდება ნახავთ, გავათვით ცნობიერებ რა და მე თქვენს მოგიყვებით. всё. აბა დილამდე. დღე მეორე გათენდა ძალიან სიცხე იყო და ამიტომ წავედი აკვაპარკში. სანამ წავედი, სანამ ვისაუზმე მე აკვაპარკში ვიყავით, მე ის და მოვედით. სანამ მოვედით დაგვხვდა რაღაც შეჯიბრია აქ, მოტო შეჯიბრია. ნახოთ რა იქნება, ჯიმხანა იქნებაო და ნახოთ ჭითანავა, მოდი. დარო, გამოდი ხარ? არა, ზა. ძალიან კარგი. აი, ვიღაცებმა მიბაძეთ, ორგანიზატორი შეჯიბრზე არ უნდა გამოდიოდეს. ჩემს მას უნდა და არა არამედ. მართალია. ორგანიზატორი შეჯიბრზე არ უნდა გამოდიოდეს. წარმატებებს გისურვებთ, ბატონო ნიკოლოზ. აბა თქვენს გიყურებთ ერთი აბარასიზავ. მე გამომიშვე? გამოდი. მე გამომიშვე? გამოდი. ჯიგრები ხართ. ხო, მე გამოდივარ შეჯიბრზე. ეხლა მთავარია მოტოციკლეტი ვიშოვოთ. მოტოციკლეტი დავქნათ. ვის მივადგეთ? ძირითადად კრუიზერებია, სპორტი. აი, ეს 1000-ერი, მაგრამ ჩუსტებით ძალიან ინდუსტრიალურ მსგავსები და მე დუკატით ვარ, მომენტი. ნახოთ რა იქნება. ეი, მასაკში ვარ, მეშინია უკვე. ერთმა კარგმა ადამიანმა მათხოვა. უნებელს დავაბრუნებ, ცოტას გავერთობი. ყველაზე უსინდისო მონაწილე ვარ, იმიტომ რომ არ შლემია ჩემი, არც მოტო, შლემიდან ჯერ არ მithოვებიო. ჩუსტებით ვიყავით წეგან, ეხა პოტასებით ნათხოვარი მაქვს, ვისი არ ვიცი, აქ იყო. პლაჟზე იყო ვიღაც, გასახდელი და ნავიღე. აბა ჩემი ჯერ როდის მოვანახო და ვის შევხვდებით? ბაშ ნიკაპს რო უკრავე, ხო იცი, პირი ვარ გაიყოს საფლავში. ამერიკულ ფილმებში როა ცირკში ზარბაზნიდან რო ტიპსის ვრიან, ხო იცი მოგავარ. აი, მიზასამოს. მეტი არაფერი არის. აგერ ჩემი გამო. რაიდერი გამო. არა, რაიდერი. ის ახლა იმას ავამოუგებთ მას. მაინც ანოსაკეთებს დაფიქრდება. რაიდერი ნახარ. მე ზარბის და გავლამი. აი, გაჭირ ვიცი გავლამი. გამო არქნეული. შეგე ვასო ტრექსა ფეხციაურდა წამო რა. პირველი გარმენის გამარჯვებულია თიკო. ანუ ორი გიორგი საიდან უნდა შემოვივალო? თუ მარჯვნიდან მოხდო. ჯიჯი აბაშიძია. ბაიკერულ თამაშებს გვაქვს 6 ბაიკერული თამაში, და ვამთავრებთ ყველაზე ხმაურიანი მოტოციკლის კონკურსი.
გული უნდა ჩამირისხოს მოვაგები. ყველაზე ბაიკერთა შორის ბაიკერეს. ეხა ვხვდები შლემის პატრონს და მაგარ დღეში ვარ. შლემის პატრონი იგებს, ხო იცი? თუნდაც ხო არ იყოს მოტოს პატრონი იგებს. თუნდაც ხო არ გაქვს შლემის პატრონი. ეხა შლემი. ბიჭო, შლემი გამიზრე რამე რა ღია რა. ესეთ. სვანული კუდი. არა გვაქვს, არა. დედო აპოპოვი თვითონსია. ვერ გააჩერა, ვერ გააჩერა. აი შენი. ვაუ. ვაგრაჩინორე. აგიჭირდებოდა. ფინალში გადავედი. ნიკუშას ხვდებინასარიძეს. ნახოთ. რა იქნება? რაღაცა ნავარჯიშები ჩას ეს დამფარი. ფინალში თუ არა? ახლა ფინალში ყავ. რა? მე სამი ხარ. მე პირველზე გავედი, იმათ მეიბრძოლო, ჩემგან რა გინდა? შენაც იყო მიბრძოლეთ ახლა? მე პირველზე გავედი. არ გიდაბრძოლას მაგრამ გოგოსთან არა. მაშინ ჩვენ ორი ინას არის გიგალა. თუ გინდა მოგებაში ჩაუთვალე. ინას არის. ამ მაგბაიქზე და თუ გინდა მოგებაში ჩაუთვალე. გოგოს არ შევიჯიბრებ. არ არის გოგოს, მაგრამ არა ძმო, არა. როგორ? მაზე შევხედე. მანდ მოგისმინე. მომისმინე ხა. სახელმა მომატყუა. თორნიკე. თოკა. ხო რა? ჩემი ხათი და ნიკას ხათი. ვაფშე არავის ხათი არ მაქვს ეჭვზე ხوار მარტოობი. ინასარიძე შენი ჯერია. ჩემი ასეთ გოგოებს უნდა დაუფასო. ხომა და გავხდი. მე დაუფასო ვიღაცას რომა, ჩემთვის რომა, დიდი მადლობა. როგორ დაუფასო რა? არ არის პრობლემა. მოკლედ ეხა ესეთ სიტუაციაა. რადგან გამოსვლას არც ვაპირებდი რა თქმა უნდა გართობა, რადგან ეს ოფიციალური შეჯიბრი არის ესეთ რაღაც საქართველოს ჩემპიონატ რაღაცა, როგორც ყოველთვის ტრადიციულად შეჯიბრი რომ მორჩება, მე ვიტყვი რომ მე ჩემპიონატ ადგილს რა თქმა უნდა მოხსნი და როგორც მონაწილე ვითომ არ ყოფილვარ, მეორე ადგილზე გასული იქნება, პირველზე გასული, მესამე ადგილზე გასული იქნება, მეორეზე გასული და მეოთხე ადგილზე გასული იქნება, მესამე ადგილზე გასული. ეს ტრადიციულად როგორც ხდება ხოლმე. ეხლა გამოჩნდება რეალურად ამათ შორის გამოჩნდება ვინ გავა პირველზე. ამათ ხო გონიათ რომ მეორე მესამე ვიბრძოლა, სამდროში ვიბრძოლა ვინ გავა პირველზე. წარმატებას გისურვებთ. ფინალი ხო გადაიღე. სამდროში ფინალი ეს არის. იმიტომ რომ მე ხა გავკრები და ფინალი იქნება ეს. ინასარიძე ისე დაძაბულია რომ ფასტარტი გააკეთა ხო არ გადაო. რა იყო ბიჭო? რა შეგაშინა? ეს გოგო ძალიან ცუდად ადის. იმენა ნუ პაგაძივით ადის არ შეიძლება ეგრე. მე გავედი პირველზე, ნახე, მე ჩემ კანდიდატურას ვხსნი. მეორეზე გასული იქნება, პირველზე გასული, მესამეზე გასული იქნება, მეორეზე არ ვჩე რა. ეგ როგორ? რომ მორჩება ეგრეა რა. ანუ მე ვითომ არ ვწყობილ ვარ. ანუ ეს გავა პირველზე? ხო.
ეხლა თუ მოიგო ეს გავა პირველზე. ტოლის გარეშე ნებდები ზმაო? არ ვნებდები უთმო. ოღონდ სხვანაირად უთმო. ო, აშკაცი და. აბა რა. აბა ეხლა რა ვქნა მოუგო? მაშინ ეს უდი კაცი რა. არა, სუდი კაცი არ არის. მე და ინასერზე ვერთობი და შენ წინ იყურე. წინ იყურე. შენ არა, კაია, კაია. კეთობა სხვათაშორის რაღაც ნიტო დადიყარ შენ რაცაბაცა. ისე პრიზი რა ვაუჩერი თუ არ ინასერზე საჩუქე რა. უმეცდინობის ვაუჩერი. Highway გადასცეს სასაჩუქრე box. ხო და ინასერზე სადაც არის მოტოციკლიანი ყველაფერი. სახე ცეპი სერვისი. ეგ უნდა აჩუქო ინასერზე საჩუქე გაკვეთილი. პატარა. ბიჭო, ხო, ყველაზე ცუდად ვინც არა ჯიმხანის კურსი უნდა ვაჩუქო. რა თქმა უნდა. ცოტა რაზგონი რო აიღოს, ცოტა ბერწოვი აუხსოვ და მას რაზგონი აიღოს. ხო, გამომწარე. მე ხო გავედი პირველზე. ხო. ჩათვალე რომ მე ამ შეჯიბრზე ვაფშე არ ყოფილვარ. აი როგორ არის. გეუბნები ზმო, მეორე ადგილზე გასული არ, პირველზე გასული მე მესამეზე ვინ გავიდეს? მეოთხეზე ვინც გავიდა ის. ეხა იპოვე მეოთხეზე ვინც გავიდა ის. სერვისაც ედეგი მაშინ. მე დაგემშვიდობებით ზმაო, წარმატებას გისურვებთ. მადლობა შეჯიბრის ჩატარებისთვის. სად არის კაიკაცი? კილოცავ ზმო. არა, მესამეზე გახვედი. მართლა? კაია, სამეულში ხარ? ხოდი არ წახვიდი. ჩვენ გვაქვს სასაჩუქრე ბოქსები, მოკლედ, მოტოს სერვისი, ჰაერი, საწმედი საშუალებები, მოკლედ, საკმაოდ ანტიფრიზი ყველაფერი. რაც შენია, არა, მე არ ვიცი, ეხა მითხეს რომ YouTube არხი აქვს და რაღაცა. მე ვაშასე არა ვარ, არა. რად მოგეცემა? просто გიყურებდი რა. მე ნელა ვსწავლობ რა, მეც ახსოვს. გიყურებდი просто და აი მე მენა მანევრა ხარ. რამდენი აი ჩემი ძმა სად არის რა? შენ ძმა, ჩემი ძმა სად არის? შენ ძმა საიდან უნდა ვიცოდე? პირველად მოკლედ პირველ სუკლია 20 წუთი და ეხლა იწყება ნელასიარულში შეჯიბრი. მანამდე იყო რაღაც მუსიკალური ნომრები, თამა და ბევრი მუსიკალური ნომერი იყო. ეხლა იწყება ნელასიარულში შეჯიბრი. ჩქარასიარულში ხომ მოვიგეთ? ეხლა ნელასიარული უნდა ვცადოთ. ნახოთ რა იქნება. ძალიან ბევრი მონაწილეა რა. ძალიან ბევრი მონაწილეა და ნახოთ. რა შედეგი იქნება? მოტოციკლეტი Kawasaki წაიყვანეს, ეხლა დაგვრჩა FZ 150 Yamaha. ჩიტანავა მათხოვა მოტოსკოლის მოტოციკლეტი. ნახოთ რა იქნება. არაჯობაც. ფიშკები როგორ დავაწყობ? რა იმაში. ეხლა მე რომ მაგის პასუხი გაქცე, გამოვალ ორგანიზატორი და მე მონაწილეობას რომ მივიღებ, გამოვალ პროჭი და შესაბამისად რატო? ვაუ. მაშინ როგორც გინდა დააწყეთ. ნელასიარულში? ხო. აქეთო ეს სიგზეზე რა. ანუ ორმა მოტომ უნდა იაროს ერთად. მაშინ შუაში დაალაგა. ბევრი ფიშკა გინდა, იმიტომ რომ შეზღუდვა უნდა კონდეს კიდე იმის რომ შორს არ წავიდეს რა. короче, ნახე, შუაში დავალაგე და აქეთ ვინც იდგება, ამას არ უნდა გადმოცდეს და იქით ვინც გინდა მაგარი გითხრა? ცარცი გავაძროთ რამე და ზოლი გააკეთეს შუაში ფიშკები იყოს, გამყოფი და ერთი აქეთ ზოლი ცარცი, იქით ცარცი. რამე თეთრი აგური გვინდა, მაინც ამ ცარცი თუ არ იქნება. ძალიან მარტივია რა, ან ლენტი გავაბათ. და ლენტს არ უნდა შეეხოს ან ამ მსგავსი. ლენტი არ აქვს. ცარცი ხო გვაქვს რა. რაც საცი არ აქვს. შეშა არ არის. არ არის. შეშა არა. ხალხი უშიშოდ დარჩა. უშიშოდ დარჩა. მე იმადა. ვერ ჩამევიტანე, ვერ ჩამოვიტანე. ვერ ჩამოიტანე. რა ვქნა? რამე მოიწიწო. ფიშკა რამდენი გვაქვს? ფიშკა მაქვს კიდე მაქვს 20 წალი. აბა ეყოფა რა გინდა? просто შუაში დავალაგე. მიდი მოიტან. ეხლა გზა დაალაგდება თუ და. მოკლედ რა. ხო გაიგეთ. ესენი ჩქარა მაინც ვერ დადიან, აბა ნელასიარული თუ იციან ეგ ვნახოთ. სად გინახეთ? კრუიზერი ჩქარასიარული. ვის გაუგია? ეს ერთი ხო მოვიგეთ, ეხა კიდე შემდეგი იქნება. ნახოთ რა იქნება. ოღონდ თუ ჩამომეძინა ნახე. რომელი საათია? ეხა სად? აუ რას დავიძინებდი, ეხა ფინიშის ხასთან ხო არ იცი.
წავედ. რა პრობლემა? სადმე ჩქე? ვიდგეთ ვილაპარაკოთ დილამდე თუ ეხლა. წავედი. მიდი, ცოტა გაზი, მიდი, მოუმატე. ცოტა მეტი გაზი, კაია. ინა წავიდე წინ დავხვდე. შემდეგ. ეხლა ხვდებიან ხელაძე და ვართანოვი. დაძაბული რბოლაა. მე ვხვდები ლაშაჭეიშვილს. შეაბრუნე კამერა დაიძაბა. აბა ვნახოთ. რაკენი შეჩემანალა წაგე. მოდი აქ მოდი. აქავა. მოდი ბიჭო მალე. დამწყები ბაი. 8000 და დაძაბა. ჯიჯი დავაი პერიოდ გაზრე. ადი ბიჭო. 3 2 1 მიდი შესკენვა შენ ძმობას მიცავარ მიდი. დავაი გაზი. მიდი გაზი. მიდი ფეხი დადგი დაბლა მარჯვენა. მიდი ბიჭო ნუ ნერვიულო. მიდი ბიჭო უცხო ხო არ ხარ დადგი შეჩემა ფეხი მომაგებინე რაღაცა. ჩითანაო მიერა ერთი წიხლი მაგას რა. ძალიან მაგრა ნელა სერიოზული ისა რა ქვია. ჩავთო საიდუმლო ილეთები? მიდი ბიჭო, მიდი. დებილო. გადავედი ფინალში, მე და შენგელია ვართ ფინალში და ვნახოთ ეხლა რა იქნება. ეხლა დაუთმო თუ მოუგო და მე დაუთმო. ჯერ ჩაატაინდა. ნაიქება ისი. ჯოქსიტოს მესანას გახდა. ბაზარია. ებელი დაწყე ჯობია მათემა. როგორ? ჯოქსიტოს საკელოვანიო ერენი საკება ჯობია. ისთან 2 3 დავიდა. შენგელ დააფარე პოლნიგაზე. დრაგზე რო გარბი ხარ ხოლმე ზმობას გაფიცე. ოი მე. გო შენგელია. ილანცა ვიდეო. ეს მოიგო შენგელიამ, ირაკლი შენგელიამ. შემდეგი შეჯიბრი რა იქნება? ამის მერე ერთი კიდე გვაქვს. ამის მერე გვაქვს. ახაც პროლები გვაქვს. ეხლა შეჯიბრი კიდე გვაქვს. აბა რა. სო, ეხლა. არა მაგარი იყო ჩემ ძმობას ვიცა. კაჭი, ესეთ შეჯიბრები უნდა ტარდებოდეს რა. ეს არის ჩვეულებრივი კულტურის ნაწილი. ეს არის ის, რაც უნდა ტარდებოდეს საქართველოში ძალიან ბევრი. იმიტომ რომ გვაქვს ძალიან ბევრი მოტოციკლეტი ყავს, ძალიან ბევრი კარგი ადამიანია, ძალიან ბევრი კარგი ადგილი გვაქვს, სადაც შეიძლება შეჯიბრი ჩატარება. ეს ის შეჯიბრია, რომელსაც ანუ სიხარულის და გართობის და ბედნიერების მეტი არაფერი არ მოაქვს. ამდენი ხალხი, ამდენი სხვადასხვა განსხვავებული მოტოსპატრონი ერთად ვიკრიბებით, ზოგი სკუტერით არის, ზოგი კრუიზერით არის, ზოგი ადვენჩერით, სპორტით. ნუ ესეთი რაღაც ისეთი მოტოები ამკლას რა ქვია, რა ვიცი რა. რაღაცა ყვერცო მოტოციკლეტებით რა ვიკრიბები და ყველას ვიხარია. არაფერი დაძაბულობა არ არის, მარტო გართობაა, კარგი სიტუაცია. ესე სამწუხაროდ ფედერაცია იქამდე მივიდა, რომ წრიული რბოლა აღარ გვაქვს, აღარ სამოყვარულო რბოლა აღარ არის წრიული მაშინ, თაიმატაკი აღარ არის, აღარც არაფერს აღარ აკეთებენ, ეხლა იქნება, ეხლა ნახე, მალე დრაგიც აიკრძალება და საერთო ჯამში დაგვრჩება ის, რომ ყველა ქუჩაში რო არ გადავიდეს, მაგიტო საჭირო იქნება, რომ ხალხი შევიკრიბოთ, ვისაც რაღაც შეუძლო ორგანიზატორები ვინც არიან, მსგავსი ივენთების, მსგავსი შეკრებების, რომ ხალხი ერთად შეკრიბოს, აქ რო ესეთ უსაფრთხო გარემოში, თუნდაც უჩაფხუტოთ ყოველგვარი დაცვის გარეშე, როცა მაქსიმალური სიჩქარე გაქვს 4-5 კმ/სთ სიჩქარე, არანაირი საფრთხე მანდ არ არის. ყველაფერი არის იდეალურად. პირველ რიგში ერთი რაც შემიძლია თქვა და აუცილებლად უნდა თქვა, რომ დღევანდელი დღის ორგანიზატორებს უნდა გადავხვა და ძალიან დიდი მადლობა. იმიტომ რომ ძალიან მაგარი დღე გვაჩუქეს, ოღონდ დღე არა, რამდენიმე დღე.
ხვალ ნახოთ რა მინდი იქნება, ხვალ მგონი წვიმაა და დიდი ალბათობით მსგავსი ვერაფერი ვერ მოესწრება, მაგრამ ვერ მოხერხდება სამაგეროდ რაც გააკეთეს. ყველაფერი ძალიან კარგი იყო, ძალიან მაგარი ორგანიზება იყო. მოკლედ ყველაფერი მართლა ძალიან კარგი იყო და ესეთი შეჯიბრები ძალიან ბევრი უნდა იყოს, გვეუბნებით, გთხოვთ, გეხვეწებით, გემუდარებით. ეხლა კიდე ერთი შეჯიბრი დარჩა. ნახოთ რა იქნება. ნახოთ, მაგარი გასართობი იქნება რა. აი, ორგანიზატორები ხო გაასწორა დღევანდელმა ძმა. მე ესეთი შეჯიბრები მირჩევნია ყველაფერს და მიხარია და მიყვარს და ერთია ბედნიერი ვარ. ასწორებს რა. ძალიან კარგია. ძალიან ინანეთ. ეხლა მაინც ვიც არ ჩამოხვედი. არა. ისე მართლა ძალიან ბევრი უნდა მოსულიყავთ, იმიტომ რომ ყველანაირი სივრცე და გარემოა იმისთვის რომ ყველა ადამიანი კომფორტულად იყოს, იმიტომ რომ ადგილზეც არის აქ კაროები, გარშემო სასტუმროებია, გესტჰაუსებია, ძალიან ბევრი ადგილი, ანუ ყველაფრისთვის არის იდეალური გარემო და მოკლედ ისვენებდი პლუს გაერთობოდი. შემდეგში თუ ვინმე დააპირებთ მსგავს შეჯიბრზე წამოსვლა და იფიქრებთ წავიდეთ თუ არ წავიდეთ, მსგავს ვინმე აუცილებლად უნდა წამოხვიდეთ. ეხლა ვნახოთ შემდეგი შეჯიბრი რა იქნება. მოკლედ ისევ ეხლა მეორე ადგილზე გავედი და ისევ იგივე სიტუაციაა. მე ვითომ არ ვწყობილ ვარ შეჯიბრზე, კარგად გავერთე, მაგისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას. მე ვითომ არ ვწყობილ ვარ შეჯიბრზე, შესაბამისად მესამე ადგილზე გასული გავა მეორეზე, მეოთხე ადგილზე გასული გავა მესამეზე და გლები და ცხრები ერთად მოძოვენ ბალახს. ეხლა იქნება შემდეგი შეჯიბრი და იმის კადრებსაც გადავიღებ და შემოგთავაზებ. მოკლედ დღევანდელი დღის ბოლო შეჯიბრია. ესეთი სტილი იქნება. აი აქ უნდა მოვიდეს მოტოთი. ძღოლი უკან უნდა ყავდეს მგზავრი და მგზავრი ისვრის ის არის. ამ შემთხვევაში კონუსები დაშორებული არის ხიდან დაახლოებით 1 მეტრზე. სადაც ძღოლი გაჩერდება და მერე უკვე მგზავრი ისვრის, ისე რომ ფეხი არ უნდა დადგას ძღოლმა. შემდგომ იგივე არის, აქ ოღონდ აქ მანძილი იზრდება. და ეს არის უკვე მესამე დაბრკოლება, აქ მანძილი საგრძნობლად გაზრდილია. პირველი მონაწილე არის კახა კახურაშვილი. ნახოთ რა სიზავს. ეს ერთი აცდა, საერთოდ არ ჩაერჭო. მეორე ხეს მოხვდა და მესამე გონი ვიღაც მოკლა. მოხვდა? არა, მესამეც აცდა. ეს მარტივი უწყინარი შეჯიბრი არც თუ ისე მარტივი ყოფილა. ჩემი მგზავრი იქნება ედიკა. ისევ არ მიღალატებს, რადგან მარიამ დაიღალა და დაეძინა, იმიტომ რომ 4 საათი დაიწყო. და ედიკა იქნება ჩემი მგზავრი. ჩემი ჯერია? აბა მიდი კარგად ესროლ დავაი. მოხდა? მიდი. დავაი, რეგე, დავაი, მიდი. და ეს დარჩა, მიდი, დავაი, მიდი. ოპა. ეხლა გავიარეთ და მქონდა 48 ქულა. მე და ედიკას. ნახოთ რა სიზავენ სხვა მონაწილეები. აბა ვნახოთ. რამეტი ქულა საღოლ 20. აბა ვნახოთ 20 ქულა 10. ამათ აქვს 20 ქულა, ჩვენ 48. ვაფშე 10. აქ 1 და 2 გააქვს. აი 1 და 2 მე 18 იყო თუ 1? არა, 1 და 2. ანუ 3 ქულა ქონია. 3 ქულა აქვს. აბა სტანტერი მიქავა რა სიზავს? გონი ჩქარა მიდიან? ეს რაკნეს. ეს 10 და აქ რაკნეს არ ვიცი. ესეც 10 და ესეც 0 ქულა. აბა ვნახოთ. ლაშა ჭეიშვილი და ჩვენი დღევანდელი დღის ჩემპიონი ირაკლი შენგელია. ვნახოთ რა სიზავენ, აბა წავედით. იქიდან ხალხი გაიყვანეთ, აბა ვნახოთ. მიდი შენგელ. 10 და არ დაგვინახია წადი. შემდეგი.
შემდეგი 10 და შემდეგი რამდენი ქულა? აბა ვნახოთ. 15. აბა 10 და ეს ხეს მოხდა და მესამე ესეც ხეს მოხდა. მე და ედიკა ვართ 48 ქულით წინ. იმიტომ რომ ჩვენს მე მგონი მაქსიმალური ქულა იყო 15. მე და ედიკა სერიოზული გუნდი ვართ. ინდონის სპორტსმენი ვარ, მაქსფეროში ვარ, რავი, აზრი არ აქვს რა. 3-4 ქულები რო აქვს. 48 ვიცი რომ თქვენ 10 წელი ამ დაკავებული პროფესიონალური ფედერაციის პრეზიდენტიც ვიყავი მაქსფეროში და რავი, ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს და ძალიან აგერაც ჩანს ყველაფერი და კიდევ გამოჩნდება და გამოჩნდება. მოიწეიწან ჩაკ. წესები იცი? არა, ძმა. როგორ? არ ვიცი. ვითხარი არ ვიცი. რომ მიხვალ უნდა ესროლოთ 3 ის არის გაქვთ. ვაფშე არ გვაქვს ისრები. მაშინ რომ მიხვალ დაგინეთ. თითო ხეზე არის, თითო ისრის სროლა. არის ხო? და თითო ის არის უნდა ესროლოთ. ხოდა ჩვენ ისრები თუ არ გაქვთ დაგინეთ, არაა პრობლემა. ერთი მიდის თუ ორ-ორი. ეგრევე 10-იანო შენი დედა. თითო ხეზე გაბაზრდა რომ ედიკა მაგრად ისვრის და ეხლა ედიკაზე დიდი მოთხოვნა როგორც ფედერაციის პრეზიდენტიდან დამფუძნებელი დარცის ფედერაციის და ასე სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. ეხლა ნახოთ აბა. სო, გაიწიეთ აბა. მოდის შემდეგი მონაწილე. ედიკას ვთხოვე რომ აეცილებინა ყველა, იმიტომ რომ ჩვენ კარგი ქულა გვაქვს და ედიკ ხე შედამპალო 6 ქულა. ედიკა აცილე არ მიხალატო. გარდ 3 ქულა 9 და 4 ქულა ნახოთ 4 ქულა რამდენია 10 ვერ გასდით 10 მე რა ცოტა რამდენი 14 ქულა მესამე ადგილზე ხარ. საღოლედი მე ჩაგირიცხავ რაც გითხარი პრობლემა არ არის ოთო თაბუაშვილი ისვრის 10 ქულა 30 ქულა და აბა ნახოთ 30 ქულით შემოიფარგლა ოთო 30 ო მე და დარცის ფედერაციის პრეზიდენტი ედუარდ ჭეიშვილი ლიდერობთ ხრამეტი ქულა ძალიან კარგია 0 ქულა ფეხი დადებ არ შეიძლება დისკვალიფიკაციაა ფეხი და 2 აბა მაშინ გაუნულე თუ გინდა ქულა აქ რა გვაქვს შემდეგი მონაწილე გიგა ჭითანავა ეს 10 და ესეც 10 და მესამე მოხდა მესამეც 10 და შემდეგი მონაწილე ელენე და გიორგი ვრამეტი 0 ყვავები ჩამოყარა და 18 და 5 აბა ვნახოთ ირაკლი შენგელია ლაშა ჭეიშვილი შვიდი ნოლი შემდეგ 7 და ხე 7 და 6 13 ქულა 13 ქულა ჯერჯერობით მე და ფედერაციის პრეზიდენტი ისევ ლიდერობთ იესე მუმლაძე თათა თოფურია
0 0 რაღაც ქულა არის ფრიდონ ნადარეიშვილი და მისი მეუღლე აბა ვნახოთ პირველი გვაქვს 2 შემდეგი გვაქვს 0 და 3 ფრიდონაც ხისტების პრემიაზეა მოკლედ ეს შეჯიბრის მორჩა მოვიგეთ მე და დარცის ფედერაციის პრეზიდენტმა ანუ 10 წელი ტყუილად არ მივილია ბატონო ფედერაციის პრეზიდენტმა დარცის ფედერაციის პრეზიდენტი არის შენი ძმა რო იცოდე შენ პირველად გასვლა გიმალავდა სახში რო არ გენერვიულად სახში რომ ეძებდა არ ვიყავი მაგ დროს დარცზე დავდიოდი ტურნირებზე მაგრამ რავი მართლა ძალიან გამიხარდა რომ მოვიგე ტურნირი ეგ იყო ჩემი ბავშვობის ოცნება ეგ იყო რომ დარცის ტურნირი ოდესმე მომეგო და ძალიან მოხარული ვარ რომ მაგ ყველაფერს მივახციე რა ეხლა გეტყვი დღეს შეგდა ჩემი ეს წვალების ყველაფერი დამიფასდა და მე მართლაც მოვხდი ყველას ეხლა ნახეთ როგორი სიტუაცია რა სიტუაცია აგიხსნით რა ყველა ეტაპზე მე ხო დავთმე პირველობა ეხლა არ დავთმო იმიტომ რომ აქ მე არაფერ შუაში ვარ აქ მოტოციკლეთის მართვის გამოცდილება არაფერ შუაში არ იყო ეს ნამდვილად ეკუთვნის ედიტა ნამდვილად ძალიან ბევრი ძალიან რთული შეჯიბრი იყო აი ნახე სულ გაოფლილი ვართ უკვე ნერვიულობთ და აი რომელი საათია 4 საათი გახდა როგორ შუა ხო იყო არა შუა როგორ დაბლა იყო დაგვათენდა ეს ღამით თუ გუშინ ღამით დაიწყო ეს ყველაფერი მაგრამ დაგვათენდა კარგი ანაკლია მოკლედ დღევანდელმა დღემ გადასარევად ჩაიარა ძალიან კარგი შეჯიბრები იყო ძალიან კარგად გავერთეთ 2 პირველი ადგილი მაქვს 3 შეჯიბრი ჩატარდა სულ 2 პირველი ადგილი მაქვს და 1 მეორე თქვენა სიტყვით ბატონო ედუარდ მართლა დამდირან შენიერი დღე იყო თიან დილიდან არ იყო ეგრე დატვირთული მაგრამ საღამოს ძალიან დატვირთული დღე იყო სამოყვარულო კლასი ხემოთაც იყო 5 საათი დაიწყო ბავშვების გოგოები ბიჭები ყველა ჩართული იყო და მართლა დაი გულშემატკივრები მაყურებლები ბევრი იყო აი ეგეთი მაგდენ მაყურებელი ფოტოზე ან წრიული ბოლაზე დადიოდა აი არ მინახია არ ყოფილა ეგეთი შემთხვევა კი ბატონო მალე გათენდება ხვალ კიდე რაღაც აქტივობები უნდა იყოს მაგრამ მე სამწუხაროდ ვეღარ დავრჩები დროში შეზღუდული ვარ ამიტომ გუშინდელ და დღევანდელ ვიდეოებს შემოგთავაზებთ ხვალ რა იქნება არ ვიცი მაგრამ დილით მაგას გავარკვევ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველაფერმა ჩაერა მშვიდობით კარგად და ლამაზად უსაფრთხოდ პირველ რიგში ყველა უნაკაცროდ ვართ ყველანი კარგად გავერთეთ დავისვენეთ კარგად დავიღალეთ მე ისევ დავისვენეთ ყველა ბედნიერია რა ძალიან კარგი რაღაც მოაქვთ მგონი სად არის ჩვენი პრიზები? მეორე ადგილოსან. მეორე ადგილი და პირველი სად არის? აბა არ მინდა პირველიო. ვით არ მინდა პირველიო. მოგატყუეს, ედიკას მეცით პირველი ადგილის თასი და ის. დაგემშვიდობები. ესეც მესამე დღე დილამშვიდობის. თქვენ შეიძლება საღამოს უყუროთ ამ ვიდეოს. მოკლედ როგორც ვივარაუდე წვიმა იქნებოდა, თან მე თბილისში რაღაც საქმეები მაქვს და ვეღარ ვჩები. ტოვებთ ანაკლიას. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა ორგანიზატორს, ყველას აბსოლუტურად ვინც ჩარეული იყო ამ საქმეში, ამ კეთილ საქმეში. ძალიან მაგარი ორგანიზება იყო, ძალიან მაგარი გასართობი სიტუაცია იყო, ძალიან ბევრი მუსიკა იყო, ანუ ყველაფერი იყო მართლა ძალიან მაღალ დონეზე. ყველას გთხოვთ, ვისაც მსგავს რაღაცებში შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ, როგორც მონაწილეს ასევე ორგანიზატორებს, რომ ხშირად დააორგანიზოთ მსგავს რაღაცები, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მოტოკულტურის ნაწილი, რომ ესე ყველა ერთად ვიკრიბებით. ძალიან კარგი იყო ის, რომ ყველანაირი მოტო, როგორც თქვი, რომ ყველა მოტო კატეგორია ერთად ვიყავით. რა მნიშვნელობა აქვს ვინითაც ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ და ჩვენ რო კრუიზერებზე ვხუმრობთ, ისევე კრუიზერები ხუმრობენ ჩვენზე და ეს მიღებულია. შეგახსენებთ, რომ ჩემი სპონსორი არის კარგოპოლო. კარგოპოლო არის კომპანია, რომელიც დილერებს ეხმარება ნებისმიერი ქვეყნიდან ავტოტრანსპორტის ტრანსპორტირებაში. აქ კარგოპოლოს მისამართი. ასევე ჩვენი ამ გასვლის სპონსორი არის პორტალი, რომელმაც დაგვასაჩუქრა საწვავით, მანქანაში დიზელი, სკუტერში ბენზინი. სამწუხაროდ სკუტერი ვერ გამოვიყენეთ, იმიტომ რომ გუშინ შტორმი იყო გამოცხადებული და წყალში არ ჩაგვიშვეს. გუშინ წინ ღამე ჩამოვედით და 6 საათის მერე წყალში შესვლა არ შეიძლება 7 საათის მერე.
მაგაზე გვიან ჩამოვედით და დღეს ამინდიდან გამომდინარე ვერ გამოვიყენთ. ასე რომ ტყუილა ვასერნეთ წინ და უკან. არა უშავს ბავშვს ანაკლია ნანახი არ ქონდა და ვანახეთ. რო იცოდეთ, კარგო პოლოსთან ერთად ძალიან მაგარ ამბავს გეგმავთ აგვისტოში. ძალიან მაგარი გასვლა იქნება რაჭაში. შევიკრიბებით ყველა ერთად, წავალთ, იქ იქნება კატერი, წყლის სკუტერი, კვადროციკლი და გარდა ამ რაღაცა ლამაზი ხედების გარდა რაც რაჭაში და ვიცით რომ სასწაულია რაჭის ბუნება, იქნება პატარ-პატარა შეჯიბრები, ჩელენჯები, რაღაც მაიმუნობები, გართობები. მაგას ყველაფერს დეტალურად როგორ დავაანონსებთ. დაგემშვიდობებით.